სულ ხედავ ხოლმე Facebook-ზე ვიღაცები რაღაც სტატუსებს დებენ 37 წელია და რაღაც აი 37 წელი იყო ზუსტად ის რაც ჩვენ გავიარეთ. როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს. გვაწამეს, გვაღიარებინეს ის რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ხალათი. დაგვემუხდნენ მე შემდგომში, რომ აი ეს მოკლედ რო ვთქვა და დღევანდელ დღეს ახლა ჩემი როგორც ერთი რიგითი მოქალაქის ყოველთვის მადლიერი ვარ. ყოველთვის მადლობას ვეთქვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. ნაციონალური მოძრაობა რო ყოფილიყო სათავეში დღემდე მოსულიყო, ხო? აი ჩათვალეთ, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპებოდა დღეში. ეგ იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა საპატიმროშიც და ისეც. ამისთვის მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა. და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა. ეს ჩემგან პირადად. რაც შეეხება ჩვენ ამბავს, ეხლა მე დავიწყებ 26 მაისიდან თქვენ ხედავთ ფოტოებს. ამ ფოტოებმა გამოიწვია საერთოდ საკმაოდ დიდი რეზონანსი. იმიტომ რომ ეს არ იყო მიტინგის დაშლა, დარბევა და რამე, ეს იყო განადგურება საკუთარი ადამიანების. მე საპატიმროში შევიტყვე იმის შესახებ, თურმე მე გადამიღია ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც შემდგომში სახურავზე აღმოაჩინეს, რომ ამათ მიყავდა ცოცხალი. მე არ ვიცოდი ამის შესახებ, წარმოდგენა არ მქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებდით რეპორტაჟს. საკმაოდ რთული და მძიმე დღე იყო და უამრავ რეპორტერს და ჟურნალისტს აპარატურაც გაუფუჭდა. ყველაზე მთავარი ის იყო 26 მაისს არა მარტო მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებს ცემდნენ უმოწყალოდ, ესროდნენ უამრავი მაგალითები ამისი. ასავალ-დასავალი ჟურნალისტები იყვნენ, რომელიც ნაცემი იყო, სხვადასხვა რეპორტერები. მეორე დღეს აღლუმი როდესაც ჩატარდა 26 მაისს, უამრავი ადამიანი იყო ჟურნალისტი ესწრებოდა ის, რომელიც წინაღამეს ნაცემი იყო ან ეგრეთ წოდებული რეზინის ტყვიებით დაწყლებული.